ძველი საიდუმლო. Алло? ხუთი მანდ ვიქნები დამელოდე. კარგი. მალე მოვალ. მიდი, დროებით. ძმაო, შეგიძლია უკან დაბრუნდე. რაღაც დამავიწყდა. მიდი აღიარე. ჩანთაში ნარკოტიკი ჩამიდე და მერე პოლიციას დაურეკე. მიდი თქვი? ჩინარ, ჩეთინის სახლშია ნუყვირი. გაიგონებს და არასწორად გაიგებს. ჩინარ, მგონი სულ გაგიჟდი. იაზრებ რას მეუბნები? ნარკოტიკთან რა უნდა მაკავშირებდეს? ეს რატომ უნდა გამეკეთებინა? რა მოტივით? ახლა ხვდები საკუთარი შვილები როგორ ადამიანს ჩავაბარე. რა გულუბრყვილო ვიყავი, როცა შენი კეთილი ზრახვების მჯეროდა. ყველაფრის მიუხედავად მოხვედი და პატიება მთხოვე. მეც სულელივით გისმენდი. ისიც კი ვიფიქრე იქნებ, ზუჰალი მართალია და უსამართლოდ გამოვეკეცი მეთქი. ვიფიქრე შეიძლება ეს მამ არასწორად გაიგო. მაინც ბავშვია. ზუჰალი ამას არ იკადრებდა. კარგი ადამიანია მეთქი. რაც არ უნდა იყოს ის და თურგუთი 4 ბავშვს მფარველობს. ამას სხვა არავინ იზამს მეთქი. სინამდვილეში რა მოხდა? ყოველთვის მატყუებდი. 20 წელი ციხეში უდანაშაულოდ გავატარე. ჩემი დაცვა არც გიცდია. უფრო მეტიც. გინდოდა ისევ უკან დაგებრუნებინე. რას მერჩი ზუჰალ? შენთვის არაფერი დამიშავებია. რამე დაგიშავე? ჩინარ, რას უნდა გერჩოდე? ამ ყველაფერს საიდან იგონებ? შენი ციხეში გამომწყდება, რატომ უნდა მინდოდეს? ყოველთვის როგორც დას ისე გიყურებდი. შენი უდანაშაულობა არავის ჯეროდა. ეს მხოლოდ მე ვირწმუნე. თურგუთისა და სეჰერის შემოტევებისგან გიცავდი. ყოველთვის გვერდით გედექი. მადლობას ასე მიხდი? გრცხვენოდეს ჩინარ. რა მარტივად იტყუები. გონი შენი სიტყვების თვითონაც გჯერა. 20 წლის წინასე მოვტყუდი და დაგიჯერე. რადგან ზუჰალი ამბობს სიმართლე იქნება. მის სიტყვას შეასრულებს მეთქი ვიფიქრე. შენი და თურგუთის დაცვა გადავწყვიტე. ყოველთვის გიცავდი. საკუთარი შვილიც კი დაგითმე. ჩინარ. გაჩუმდი ძალიან გთხოვ. ხმას დაუწიე. ძმაო, დამელოდე. ახლავე მოვალ. ვიცი რომ ჩანთაში ნარკოტიკი ჩამიდე. დარწმუნებული ვარ. წახვედი თუ არა პოლიციამ ჩხრეკა დაიწყო. არ ვიცი რას მერჩი. მაგრამ შენი ბოროტება უსაზღროა. იცოდე რომ აქედან ვეღარ მომიშორებ. ამიერიდან ჩემს შვილებს მხოლოდ სიკვდილი დამაშორებს. რა ხდება? დროა შენთვის გასაგებიენით დაგელაპარაკო. თუ თავს არ დამანებებ? ყველას ვეტყვი რომ ქუდრეთი ჩემი შვილია. ყველას ვეტყვი გასაგებია? თუ შენს პირობას არ შეასრულებ, არც მე შევასრულებ. ყველაფერს ვიტყვი. დედა? დედიკო, დეიდასთან და ბიძასთან უნდა ვიცხოვროთ? და ნეტავ შენსავით მჯეროდეს რომ ხელს აღარ დაგაკარებს. ოჯახის, საკუთარი ბუდის დანგრევას ხომ არ გირჩევდი?
დარწმუნებული ვარ, რომ შენს ცემას გააგრძელებს. როგორც კი იმ სახლში ფეხს შედგამ, ფიზიკურად გაგისწორდება. 1-2 დღეში იგივე მოხდება. ატირებული. ბავშვთან ერთად აქ დაბრუნდები. ნუ წახვალ დაო. ამას ნუ აღარ გააკეთებ. რა შეთანხმებაზე საუბრობთ? რა ხდება? არაფერია შვილო. დეიდა ისემ რაღაც არასწორად გაიგო და უთანხმოება მოგვივიდა. უსამართლოდ მექცევა, მაგრამ ყველაფერს ავუხსნი და იმედი მაქვს ეს კამათი ტკბილად დასრულდება. ასე არ არის საიშე? დედა, რაზე კამათობთ? ვერაფერი ვერ გავიგე. ეს შენი საქმე არაა შვილო. ამაზე ნუიდარდებ. კარგი? დედა, გარეთ ტაქსი მეოდება. შეგიძლიათ ცოტა ფული მომცე? ახლავე მოგიტან შვილო. ამ ყველაფრის მერე სახლში სირცხვილით როგორ დავბრუნდე. ჩემს და-ძმას თვალებში როგორ ჩავხედა. წამოდი შვილო. დედა, აქ აღარ დავრჩებით? არა შვილო. დედა, სახლში აღარ დავბრუნდეთ. მამიკომ ისევ არ გცემას. ნუ გეშინია ჩემო პატარა. მამასთან აღარ დავბრუნდებით. სეჰერ? გამარჯობა. გამარჯობა. სეზგინ დეგირმენჩის ნახვა მინდა. მითხრეს რომ აქ მუშაობს. ის ბატონია წინ რომ მიდის. მადლობთ. წარმატებები. გმადლობთ. Sezgin Bey. ბატონო სეზგინ, Buyurun benim. მე ვარ გისმენთ? Ben Halil. მე ჰალილი ვარ. ჰალილ, კეთილი იყოს შენი მობრძანება. ნედიმ შენ შესახებ ტელეფონით მიამბო. დაჯექი ვილაპარაკოთ. Bana bir anlat bakayım. წუხარ რომ თქვენ საქმეს მოგწყვიდეთ. Bakmayın. გასაბრძანებ. ნიშნავანი საქმე არ მქონდა. Estağfurullah. ნედიმი ჩემი ძველი მეგობარია. Nedim benim çok eski bir. მის თხოვნას დიდი სიამოვნებით შევასრულებ. Telefon numarası. გონი ტელეფონის ნომერზე საჩივარია შეტანილი. პროკურატურას შენმა შვილმა მიმართა. ის ადვოკატია არა? Sorma kardeşim. არ გითხო ძმა. რაღაც პრობლემა მქონდა. Ne yapacağımı არ bilmiyorum. ვიცოდი რა მექნა. Kaderde ჩემმა შვილმა არ უნდა გაიგოს. da varmış. ამიტომ ვუმალავ. Üzülme. არ ინერვიულო. ყველაფერს მოვაგვარებთ. Hiçbir baba dur. არც ერთი მამა არ ერევა შვილის საქმეში უმიზეზოდ. ვიცი რომ მის კეთილდღეობაზე ფიქრობ. Ömer'in verdiği direkt. უნდა ვიცოდე ომერის სარჩელი დააკმაყოფილეს თუ არა. Eğer თუ პროკურატურამ ნომრის ფლობელის ვინაობა დაადგინა, ეს ჩემმა შვილმა არ უნდა გაიგოს. Şimdi daha iyi. ახლა მესმის რატომ აძღელავ. დამშვიდი. აქ დამელოდე. შევამოწმებ და დავბრუნდები. რა გჭირს შვილო? ეს ვინ ჩაიდინა? მამა ჩემას ცემა. სეჰერ შვილო, სად მიდიხარ? იმედია მოტეხილი არ გაქვს. გამიშვი. ნუ მეხები. შვილო, ამ მდგომარეობაში როგორ დაგტოვა? საკუთარ თავს თვითონ მივხედა. შენი დახმარება არ მჭირდება. ისევ აქ რატომ ხარ? არ გითხარი, წადი მეთქი. როგორ უნდა წავსულიყავი შვილო? მე თქვენთვის ვცოცხლობ. არასდროს მიგატოვებთ. თუნდაც ხელი მკრათ. თავი ვინ გგონია? არაფერში გჭირდები. საერთოდ ვინ ხარ? დედა, გთხოვ, ნუ ყვირი. კარგი საყვარა. ნუ გეშინია. ყველაფერი რიგზეა. მოდი. ბავშვი განერვიულებულია. იმ სახლში ვეღარ გაგიშვებ. ჩემთან წაგიყვანთ. როგორ ფიქრობ? შენი ადგილი აქ არის?
ურცხვად ცდილობ ჩემი სისუსტით ისარგებლო. როცა გითხარი, თვალით აღარ დამენახვა მეთქი. სახლი ვიქირავა სეჰერ. მუშაობა დავიწყე. შეგიძლია ჩემთან იცხოვრო. შენთან ერთად არ ვიცხოვრებ. თავი დამანებე. ჩემს შვილს ხელი გაუშვი. გზაზე არ გადამეღობო. მისმინე სეჰერ. ვიცი რომ ჩემზე გაბრაზებული ხარ, მაგრამ შვილზე იფიქრე. მასთან ერთად ქუჩაში დარჩი. დურუს გულისთვის დამთანხმდი, გთხოვ. იქამდე მაინც დარჩი ჩემთან, სანამ სხვა საცხოვრებელს იპოვე. დედა, სახლში აღარ წავიდეთ. იქ რომ დაუბრუნდეთ, მამა ისევ გცემს. გინდა თუ არა, ჩემთან ერთად წამოხვალ. მარტო არ დაგდოვებ. თუ საჭირო გახდება, ძალით წაგიყვან. გამოჯამრთელებას ვუსურვებ. გმადლობთ. ქალბატონი ფატმა როგორ არის? კუჭი ამოურეცხეს. ჯერ გონს არ მოსულა. ექიმმა დამამშვიდა. მალე გამოჯამრთელდებაო. თუ ექიმმა ასე თქვა, მაშინ სერიოზული არაფერია. არ ინერვიულოთ. იმედია, რაც შეიძლება მალე დადგება ფეხზე. იმედია. დავალ, ექიმს დაველაპარაკები. არ ინერვიულოთ. გმადლობთ. ქალბატონი ესმა სად არის? არ ვიცი. ნაჩქარევად წავიდა. არ უთქვამს სად მიდიოდა. არ მჯერა რომ დედა თქვენმა ეს სიბოროტე განზრახ ჩაიდინა ბატონო ქადირ. მეტიც, მე მესმის რატომ არ სურდა რძლად ქალბატონი ბაჰარი. იმიტომ რომ არც ერთ დედას არ სურს თავისი შვილის სხვას მიენთეს. ურჩევნია ისეთ ადამიანს ჩააბაროს, რომელიც მასზე იზრუნებს. ქალბატონი ფატმას ბრალი მხოლოდ ისაა, რომ თქვენზე ზედმეტად ზრუნავს. დედა ჩემაცილიდან სამაჩემს სულს. ეს როგორ ვაპატიო? თქვენი ნათქვამის თავად თუ გჯერათ ქალბატონო ესმა. იმ დღეს არ მითხარით, რომ ზოგიერთი დანაშაული მიუტევებელიაო. ახლა რა შეიცვალა ისეთი, რომ თხოვთ დედას ვაპატიო? ხომ არ იცით ეს ხე რამდენი წლისაა ბატონო ქადირ? მე აქ დავიბადე. რაც თავი მახსოვს აქ არის. ასაკი არ ვიცი, მაგრამ ჩემზე დიდი იქნება. თუ ასე არაერთხელ იქნებოდით მოწმე, რომ ეს ხე გაზაფხულზე მწვანედ იმოსება. ზამთარში კი ფოთლები დაცვენილი აქვს. არასდროს შემცდარ ხართ, არა? იცოდით, რომ ყოველთვის ასე იქნებოდა. რადგან ეს ხე თქვენი დაბადებიდან აქ არის. დარწმუნებული ხართ, რომ არსად წავა. დედა ამ ხეს გავს ბატონო ქადირ. მისი ტოტები მისი შვილები არიან. ის ფესვებს, რაც შეიძლება ღრმად გაიდგამს შვილების დასაცავად. მიწიდან აღებულ წყალს ტოტებს უგზავნის. და მისი შვილები მწვანედ იმოსებიან. სეზონი სეზონს ცვლის. შემოდგომაზე მისი შვილები ფოთლების ცვენას იწყებენ. მაგრამ დედა მათ არასდროს ტოვებს. ქარსა თუ წვიმაში დგას შვილების დასაცავად. მისმა შვილებმა კი იციან, რომ გაზაფხული ისევ მოვა. იციან, რომ ამ უზარმაზარ სხეულს შეუძლია თენდონ. იცით, როდის კვდებიან შვილები ბატონო ქადირ? როცა დედა მათ მიატოვებს. როცა цариელი ტოტები რჩება, უფესვებოდ. ქალბატონო ესმა. თქვენ ალბათ დედამ მიგატოვოთ. მესმის.
კი, მიმატოვა. მაგრამ არა მარტო ეს. მან მამაც წამართვა. მე და ჩემი და-ძმა მიწაზე გაფანტული ტოტებივით მიტოვებულები დარჩით. დედა ჩვენთან რომ ყოფილიყო, გადავრჩებოდით. ასე ბედის ანაბარად არ ვიცხოვრებდით. ქალბატონო ესმა, თქვენი აზრით, დედა თქვენის დანაშაული უპატიებელია? ჩვენ ერთი და იგივე მდგომარეობაში არ ვართ, ბატონო ქადირ. დედა თქვენი ისევ თქვენ გვერდითაა. მას არ მიუტოვები ხართ. მაგრამ დედა ჩემმა სიცოცხლის წყარო წაგვართვა და სასიკვდილოდ გაგვიმეტა. კარგი. მესმის. მართალი ხართ. დედა თქვენზე ნაწყენი ხართ. მაგრამ ის მაინც შეგიძლიათ რომ ამ უზარმაზარ ხის ტოტს ჩაეხუტოთ. რა გაარკვიათ? სარჩელი დააკმაყოფილეს თუ არა? ვერაფერი გაარკვიეს. რაც იმას ნიშნავს, რომ აბონენტის ვინაობა ჯერ ვერ დაადგინეს. გასაგებია, ესე იგი პრობლემა არ არის. ეს თურქეთია ძმაო. ვინც შეიძლება ერთ დღეს აბონენტის ვინაობა დაადგინონ. ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. გასაგებია. ესე იგი დროზეა დამოკიდებული. არ ინერვიულობ. თუ რამეს გაარკვევენ, მე ჩავერავი. ხვალ ისევ შემოვილი. იქნებ იქამდე რამე გამოვიდეს. წარმატებებს გისურვებთ. გოდის გიხდით, რომ საქმეს მოგაცდინეთ. საბუდიშო არაფერია. არ ინერვიულოთ. ზუჰალ. რატომ ცდილობის გააკეთო, რაც არ იცი? თურგუთმა ხომ გაგაფრთხილა. მაგრამ არ მოусმინე. გაჯიუტდი. ამჯერად გადარჩი, მაგრამ ქუდრეთს რომ დაელაპარაკოს? მე ერთორას სულელი ვარ. ყველაფერი გავაფუჭე. თავი დავიღუპე. აი რა ხდება, როცა ყველაფრის ერთბაშად მოგვარებას ცდილობ. თავს რატომ ვიტანჯავ? თავიდანვე ის უნდა გამეკეთებინა, რაც საჭირო იყო. ჩინარს სეჰერს დავუპირისპირებ. სეჰერი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩინარი სტამბოლიდან გაუშვას. მე ერთვიშვილო. თეფშს არ შეხები ხარ. არ მშია. ნუ მაძალებ. ახლა ხან მოვხარშე. ჯერ კიდევ ცხელია, მიირთვით. გისმენ ბიცოლა? სეჰერ? სახლში ხარ შვილო? შენთან მოვდივარ, უნდა დაგელაპარაკო. არა ბიცოლა, სახლში არ ვარ. იმ სახლში დაბრუნებას აღარ ვაპირებ. სეჰერ, რა მოხდა შვილო? ისევ რამე მოხდა? არ მკითხო ბიცოლა. ერჯუმენტი ჭკუიდან შეიშალა. ძალადობას დიდხანს ვითმენდი, საკმარისია. დასრულდა. ერჯუმენტს დავშორდები. შვილო. ახლა სადი ცხოვრებ? არ ინერვიულა, თქვენ არ შეგაწუხებთ. საკუთარ თავს თვითონ მიხედა. არა შვილო, ეგ არ მიგულისხმია. ბიცოლას როგორ ელაპარაკები? მინდა და მეთქვა ჩვენთან იცხოვრე მეთქი. საჭირო არ არის ბიცოლა, რატომ დამირეკე? მერტო ჩემო. ახლა ამას არ უნდა გეუბნებოდე, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. დედა შენი სტამბოლიდან არ წასულა. აქ დარჩა. სახლი იქირავა და მუშაობა დაიწყო. მინდა დაგცოდნოდა. არ მინდა მერე მითხრა, რატომ დამიმალეო. ვიცი. ცოტა ხნით დეიდა აიშესთან ვიცხოვრებ. რა? რას ამბობ სეჰერ?
შენ არ გინდოდა რომ ჩინარი სტამბოლიდან წასულიყო? სხვა გზა არ მაქვს ბიცოლა. ერჯუმენტმა თუ დაგირეკა არაფერი უთხრა. არ მინდა ჩემი მისამართი იცოდეს. კარგი ძვირფასო. როგორც გინდა. მაგრამ ჩვენი კარი შენთვის ყოველთვის ღიაა. თავისუფლად მოდი, როცა სხვაგან წასასვლელი არ გექნება. გმადლობ ბიცოლა. ნახვამდის. თეჰერის დახმარების იმედი მქონდა, მაგრამ თურმე რა დღეშია ეს გოგო. აი შედეიდასთან ვიცხოვრება. ურცხვად მეუბნება. ჩინა, რა გააკეთე? სეჰერს გონება მოუწამლე, არა? სეჰერს თავი დაანებე ზუჰალ. ახლა საკუთარ თავზე უნდა იფიქრო. დავლიოთ, სხვაგვარად ამ უბედურებას ვერ დავივიწყებ. კალებს რატომ არ ესმით ჩვენი ძმაო? ჩემმა ცოლმა სიცოცხლე გამიმწარა. სულ ჭკუას მარიგებს. ვერ ხვდება რომ კაცი ვარ და თავად ვიცი რა უნდა გავაკეთო. ახლა იძულებული ვარ დავლიო და დარდი გავიქარვო. მერე სახლის გზას ვერ მივაგნებ. ამაში დამნაშავე ვინ იქნება? რა თქმა უნდა ერჯუმენტი. ისმენ ბიცოლა. სათხარ ერჯუმენტ. სად ვიქნები? მუშაობ. რა თქმა უნდა, ასეც უნდა იყოს. რადგან სამსახურში ხარ, ესე იგი, ცოლის შესახებ არაფერი იცი. რას გულისხმობ ბიცოლა? სახლში რამე მოხდა? შენმა ცოლმა ბავშვი წაიყვანა და სახლიდან წავიდა. ამიერიდან ჩვენს ნათესავ აიშესთან იცხოვრობს. როგორ? სეჰერს იმ ქალთან რა ესაქმება? მე საიდან უნდა ვიცოდე ერჯუმენტ. ალბათ აიშემ დაურეკა და წაიყვანა. ჩვენთან სახლში არ მოსულა. ალბათ სეჰერსაც იმედი მიეცა. არავითარ შემთხვევაში, ჩემი ცოლი ვერ მიმატოვებს. ხო და წადი და სახლში დააბრუნე. კარგი. იმაიშეს სახლის მისამართი არ გაქვს ბიცოლა? მაქვს. გამითი შემისამართ შეტყობინების სახით გამოგიგზავნე. დედა ძალიან გემრიელი იყო. ნახე, მუცელი გამიზარდა. ღმერთმა შეგარგოს შვილო. მადლობის გადახდა არ დაგავიწყდეს. კარგი. ადი, შეიძლება დღეს ცოტა ადრე წავიდე. სეჰერს და დურუს სახლში წავიყვან. რა თქმა უნდა, წადი. შენ სტუმრებს მიხედე. გმადლობ. მარტო მოგიწევს კლიენტების მომსახურება. მაღაზი არ იფიქრო. მიჩვეული ვარ. მოიცადე. ეს შენი ავანსია. დაგჭირდება, სტუმრები გყავს. ღმერთმა დაგლოცოს. შენც ჩემო ძვირფასო. ახლა წადი. დეიდა აიშე, დიდი მადლობა. ძალიან გემრიელი იყო. ღმერთმა შეგარგოს, ჩემო პატარა. დედა ფატმამ თვალები რომ გაახილოს და მისი შვილი არ დაინახოს, დარდით მოკვდება ბატონო ამერ. რა ვქნა? რას მირჩევთ? ნახეთ ვინ მოვიდა. ქადირ? ესე იგი მოხვედი. დედა ჩემი როგორ არის? შიგნით შევიდეთ. გილოცავ. ბოლოს მაინც მოახერხე მისი დარწმუნება. შენ მითხარი რომ ჯიუტი ვარ. ესე იგი ჩემმა სიჯიუტე მიმოქმედა. დედა? აქ ვარ. თვალები გაახილე, გთხოვ. ქადირ. შვილო, მოხვედი? რა კარგია. ღმერთმა ჩემი ცოდვებისთვის დამსაჯა. მაპატია, არასწორად მოვიქეცი. შენ და შენს ცოლს არ გაფასებდით. მაპატია.
ამ ტანჯვით ცხოვრება აღარ მინდა და შვილო სჯობს ღმერთმა ჩემი სიცოცხლე წაიღოს ვიდრე ჩემი შვილისგან და რძლისგან შორს ვიყო დედა გთხოვ მაპატიე არც კი მოგისმინე ისე დაგადანაშაულე მაპატიე დედა საპატიებელი არაფერია შვილო ღმერთმა დაგლოცოს შენ მაპატიე და მოხვედი ჩემს სანახავად უფალმა არ გამწირა დეიდა აიშე, შენი სახლია? მამა ჩემი აქ ხომ არ მოვა? არა შვილო, არ ინერვეულო. როცა ჩემთან ხარ ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს. არ შეგეშინდეს, კარგი? კარგი. დედა არ შენ შეგეშინდეს, კარგი? მამა ვერ გვიპოვის. დეიდა აიშე მამასგან დაგვიცავს. შევიდეთ. შეგნით შედით. მე სამზარეულოში გავალ, რამეს მოვამზადებ. მალე ვახშმის დროა. არა არ შეწუხდა. ჩვენ არ ვივახშმებთ. კარგი. მე მაინც მოვამზადებ რამეს. აქ გძინავს? არა. მე შიგნით ოთახში მძინავს. თქვენ შეგიძლიათ აქ დაიძინოთ. კარგი პირობები არ მაქვს, მაგრამ მე აქ დავიძინებ. უზარმაზარი ოთახია. გინდა ვახშამი ერთად მოვამზადოთ? კარგი. ნეტავრაქნა ერჯუმენტმა, ჯერ არ დაურეკავს. გისმენ ბიცოლა. რა ქენი ერჯუმენტ? იპოვე აიშეს სახლი? ვიპოვე. მალე მივალ. მისმინე? შენ სოლს მიხედე. უფლებას ნუ მისცემ თქვენი ოჯახი დაანგრიოს. ერთხელ თუ დაგისხლტა ხელიდან ვეღარ დაიბრუნებ. არ ინერვიულო ბიცოლა. ჩემსა და ჩემს სოლს შორის ვერავინ ჩადგება. ვინმე თუ ეცდება არ ვაცოცხლებ. ვინჯანდაბა ის აიშე. არ დაუშვებ ჩემმა ცოლშვილმა სხვის სახლში იცხოვროს. ამის მოსმენა მინდა და ახლა გავთიშა. მოგვიანებით ისევ დაგირეკა. კარგად. კარგი შვილო. მალე დაუბრუნდები. შენ წადი და ნახე რამე ხომ არ გჭირდება. მე წამოვიღებ. კარგი, დროებით. საღამო მშვიდობისა ბატონო ჰალილ. მშვიდობა ნაკლებად სავარაუდოა იმ საღამოს, როცა შენ მსტუმრობ, ბატონო თურგუთ. შენთან ხშირად არ მოვდივარ. რადგან მოვედი, ესე იგი ამის მიზეზი მაქვს.
კარგი მიზეზი. ნუ გააჭიანურებ ბატონო, თქვი რაც გინდა დაწადი. გავიგე რომ მაინც არ ჩერდები ჰალილ. იმის მაგივრად რომ ჩინარისგან თავის შორს დაგეჭირა, შენს მეზობლად გადმოსვლაში დაეხმარე. მერე რა? ეს უბანი შენი საკუთრება ხომ არ არის? რა პრობლემა გაქვს? ეს უბანი არა, მაგრამ შენი და შენი შვილის სიცოცხლე მე მეკუთვნის. ორივე ჩემს ხელში ხართ. თუ არ გინდა რომ ომერი დაკარგო, ჩინარს ახლოს არ გაეკარო. ნუ მაიძულების გავაკეთო, რაც არც ერთს არ გვინდა. გასაგებია? ჩემო საყვარელო. გაჩერდი. კარი გააღეთ. გააღეთ. ვიცი რომ შიგნით ხართ. კარი გააღეთ. გააღეთ მეთქი. ნუ მაიძულებ ჩემო მომტრიო. დედა, კარი არ გააღო. მამა ისე გვცემს. ნუ დირი პატარა. ნუ გეშინია. მამა შენი ვერაფერს დაგიშავებს. აქ დამელოდეთ, გარეთ არ გამოხვიდეთ. სეჰერ? სეჰერ, ნუ მაიძულებ კარი შემოვამტრიო. სეჰერ. რა გინდა? აქ რისთვის მოხვედი? რისთვის მოვედი? ცოლშვილის დასაყვანა და რა? როგორ არ გრცხვენია? აქ მოსვლა როგორ გაბედე? გამატარა დეიდა. ჩემი ცოლი უნდა წავიყვანო. სეჰერ. გამოდი. გამოდი მეთქი. ნუ გეშინია ძვირფასო. დედა, გთხოვ, სახლში არ წავიდეთ, გთხოვ. არ წავალთ. ნუ გეშინია. კარგი? არსაც წავალთ. სეჰერ. არ გესმის, გამოდი მეთქი. მოდი. არავინ წამოვა. აქედან წადი. შენ ვინ გეკითხება? საერთოდ ვინ ხარ? გონია ჩემი ცოლშვილის დასაყვანა ჩენი ნებართვა მჭირდება? მომისმინე. გზიდან ჩამომეცალე. ნუ მაიძულებ ზალა გამოვიყენო. მიდი გამოიყენე. რას გააკეთებ? ისე მცემ როგორც სეჰერის ცემე? მიდი ვნახოთ რა შეგიძლია. ჩინარს აღარასდროს მიუახლოვდები, გასაგებია? გესმის? მით უმეტეს აღარ დაეხმარები. გზაში რომ დაინახავ თავი არიდე. გამარჯობაც არ უთხრა. ვერ გავიგე ბატონო თორგოთ. არ მესმის რა არის იმაში ცუდი რომ გაჭირვებულ ქალს ვეხმარები. ვინც მიცნობს იცის რომ ნებისმიერ სასე დავეხმარებოდი. ქალბატონი ჩინარი არაფერ შუაშია. გაჭირვებულს ბედის ანაბარა ვერ მივატოვებ. მოგიწევს ასე მოიგიცე ჰალილ, მოგიწევს. მომისმინე. იცოდე ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება. კეთილსინდისიერი კაცი ვარ ბატონო თორგოთ. ზურგს არასდროს ვაქცევ იმას, ვისაც დახმარება სჭირდება. მომისმინე ძმაო. მეუბნები რომ კეთილსინდისიერი კაცი ხარ.
როგორც ჩანს დაგავიწყდა რომ შენ სინდის 20 წლის წინ გადააბიჯე. ჩვენ სინდისი ორივე ერთად საფლავში დავმარხეთ. ახლა ნუ ცდილობ თავი ამ სისულელით გაიმართლო ჰალილ. ვერც სეჰერს და ვერც დურუს ახლოს ვერ გაეკარები. ახლა აქედან წადი. გაეთრიე. მიხარ დეიდა. მიხარ მეთქი. საკუთარი შვილები არ ყავს? წადი და იმათ მიხედე. სეჰერი ჩემს ქალიშვილად ითვლება. ვერც სეჰერს და ვერც დურუს. ვერაფერს დაუშავებ. ჯერ ჩემთან მოგიწევს გამკლავება. სეჰერ, აქედან არ წავალ სანამ შენ და დურუს არ წაგიყვანთ. გესმის? ახლა გაგახსენდა რომ ცოლ-შვილი ყავს. დეიდა. ვერ გაიგე რა გითხარი. ჩემს ცოლ-შვილს წავიყვან და წავალ. ვერავინ გამოიყვანს სეჰერს და დურუს ამ სახლიდან. მათი თანხმობის გარეშე. აქედან წადი. წადი სანამ თელ სამეზობლოს გაუგია რა უსირცხვილო ხარ. საკმარისია. წადი. წადი მეთქი. არ წავალ მეთქი. წადი აქედან. თავს ნუ მომაკლევინებ. აქედან არ წავალ. გაბედე და შეეხე. ერთი გაბედე. დავივიწყებ რომ შენც დედამ გაგაჩინა და ისე მოკლავ რომ თვალს არ დავახამხამებ. საკმარისია. ვინ ჯანდაბა ხარ? ვინ ხარ? გაბედე და შემეწინააღმდეგე. ნახავ რას გიზამ. აქედან წავიდეთ. არ მოგვიახლოვდე. არცად წამოვალთ. ესე იგი არ წამოხვალთ არა? ძალით წაგიყვან. გამიშვი. დურუ ჩემთან მოდი. დედა არ გამიშვა. გაუშვი ჩემ შვილს ხელი. გაუშვი. ეს ახალი მოდაა? ყოველი გამათის შემდეგ სახლიდან უნდა წახვიდე? ხელი გაუშვი. დედა ჩემს ნუტკენ. ვერ ხედავ რომ ბავშვს ეშინია. ხელი გამიშვი. ნუ ცდილობ ჩვენს დანაშაულს გამართლება მოუძებნო. შენ ჩემზე უკეთიცი რომ სინდის მიწაში ვერ ჩავმარხავთ. ჰალილ. შენ გამო ორივე ჯოჯოხეთის ალში დავიწვევით. გვეგონა სინდის მიწას მივაფარებდით. და ხმას არ მოიღებდა. არ ამოვიდოდა, არ შეგვაწუხებდა. მაგრამ ასე არ მოხდა. ხომ ასეა ბატონო თურგოთ. ნეტავრა გააკეთა ერჯუმენტმა. მედია ჩინარის სახლში მივიდა. დავრეკო? არა. ფრთხილად უნდა ვიყო. იმედია სეჰერს არ ეტყვის რომ მისამართი მევუთხარი. ჩინარმა რომ გაიგოს ერჯუმენტი იქ მე გავგზავნე. გაგიშტება. მეც იგივე გამოვიარე რაც შენ ბატონო თურგოთ. ჩემი ბედი მაშინ გადაწყდა როცა შენ ძმა მოკალი. მე კი ჩემი შვილის გადასარჩენად ხელი დაგაფარე. ორივემ ჩავაბარეთ ეს გამოხდა. მოგვიანებით კი მივხვდით რომ სინდისი ბედის წერას გავს. სანამ მას გაურბივართ რეალურად მისკენ მივისწრაფეთ. ყველას ვატყუებდით. შვილებს თვალებში ისე ვუყურებდით თითქოს არაფერი მომხდარა. მაგრამ ჩვენზე რა სიტყვი? შეგიძლია საკუთარი თავი მოატყუო ბატონო თურგოთ? არ შეგიძლია. ადამიანს შეუძლია ყველა მოატყუოს, მაგრამ საკუთარი თავი არა. ასე არ არის? მითხარი, ერთმა დღემ მაინც ჩაიარა ისე რომ არ გაგეხსენებინა როგორ მოკალი საკუთარი ძმა. ერთხელ მაინც არ ქონია ის მომენტი, როცა შენი ჩადენილი ცოდვის გამო უკიდაგანო სირცხვილი იგრძენი ბატონო თურგოთ. სინდისი არ კენჯნის ყოველღამე როცა საწოლზე თავსდებ. თუ ასეთი სასტიკი დანაშაულის ჩადენის შემდეგ ღამით მშვიდად ძილი შეგიძლია. შენ ჩემსავით სინდისი მოსვენებას არ გაძლევს, ხომ ასეა? ვცდილობდი როგორ მე გაგეჩუმებინა, მაგრამ არ გაჩუმდა არა. მართალია, ყველაზე კარგად შენ გესმის ჩემი. ჩვენი სინდისის ხმა, რომელიც ღრმად ჩავმარხეთ, ყოველ ჯერზე უფრო ხმამაღლა შეგვახსენებს თავს. რადგან ყოველდღე იმათ ვხედავთ, ვისაც ცხოვრება გავუმწარეთ. გვინდა რომ ყურადღება არ მივაქციოთ, მაგრამ ის ხმას უმაღლებს. ამბობს შენ დამნაშავე ხარ. ენა რომც გაჩუმდეს, სინდისი არ გაჩუმდება. ამას გვერდს ვერ ავუვლეთ. სინდისი არასოდეს გაჩუმდება.
ხელი გაუშვი ჩემს შვილს. დურო. დედა, არ გამიშვა. დედა. მოდი აქ. ხელი გამიშვი. თავი დამანებე. ბავშვს ეშინია ვერ ხედავ? გამიშვი. ჩემს შვილს არ გაგატან. აქედან წადი. კმარა. გამიშვი. ხელი გამიშვი. საკმარისია. ამ ხალხს თავი დაანებე. გაეთრიე. ამ უბანში მოსული აღარ დაგინახო. არ გაბედო და ამ სახლს აღარ მოუახლოვდე, თორემ საქმე ჩემთან გექნება. გასაგებია? შენ ვინ ხარ? წადი ახალგაზრდაო. წადი თორემ პოლიციას გამოვიძახებთ. ძმაო, წადი, ხალხს ნუ აწუხებ. ვინ ხართ? რა უფლებით მაგდებთ? ვინ ხართ? რა ხდება ამ შუაღამეს? წადით. თორემ პოლიციას გამოვიძახებ. ღმერთმა დაგწყევლოთ. მალე შევხვდებით საერ. აქ არ დაგტოვებ. რა ხდება? პოლიციაში დარეკეთ. დედა. ქალბატონო აიშე. თვალები გაახილეთ. მადლობა ღმერთს, გონს მოხვედით. სეჰერ. შვილო. კარგად ხარ? კარგად ვარ, არ ინერვეულა. ცოტა ხანს დაისვენე. გამოჯანმრთელებას გისურვებთ, ქალბატონო აიშე. უკეთ ხართ? უკეთ ვარ. გმადლობთ. მადლობა ღმერთს. გამოჯანმრთელებას გისურვებ. რა მოხდა დაო? ვინ იყო ის კაცი? დურო. საყვარელო. შეგეშინდა? როგორ არის? გონს მოვიდა? დიახ, მადლობა ღმერთს. თქვენი წყალობით გადავრჩით. ღმერთმა დაგვაცოთ. რას ამბობ შვილო? ჩემი მოვალეობა შევასრულე. ჩემი წასვლის დროა. გამემშვიდობისა. თუ რამე დაგჭირდება, ჩემად ყვებინეთ. გმადლობთ. გისმენ ბიძოლა? სეჰერ რაკენიშვილო. ძალიან ნერვიულობ. რაც გესაუბრო მას შემდეგ შენზე ვფიქრობ. სეჰერ, ისევ ჩინართან ხარ? გესმის ჩემი? მესმის ბიძოლა, მესმის. რამე მოხდა ძვირფასო? რატომ გაქვს ასეთი ხმა? მოხდა ბიძოლა. ერჯუმენტი მოვიდა, სკანდალი მოაწყო. მადლობა ღმერთს, მეზობლები დაგვეხმარნენ და გადავრჩით. რას ამბობ სეჰერ? ახლა სად არის ერჯუმენტი? არ ვიცი, ჯანდაბაშიც წასულა. ღმერთმა დასწყევლოს. ბიძოლა, სიმართლე მითხარი. ერჯუმენტ შენ უთხარი რომ აქ ვიყავი? არა, ჩემო გოგო. ეს საიდან მოიტანე? ღვთის გულისათვის ბიძოლა, შენ გარდა არავინ იცოდა რომ აქ ვიყავით. სიმართლე მითხარი, შენ უთხარი არა? ჯანდაბა. ერჯუმენტმა ვერაფერი გააკეთა. ბიძოლა, აქ ხარ? სეჰერ შვილო მისმინე. არ გაბრასდე. დამირეკა და მკითხა სად იყავი. არ ვეუბნებოდი, მაგრამ დაჟინებით მთხოვდა. მითხრა წავალ ჩემს ცოლს დაველაპარაკები და შევურიგდებიო. უარი ვერ ვოთხარი შვილო. საიდან უნდა მცოდნოდა რომ მანდ სკანდალის მოსაწყობად მოვიდოდა.
ბიცოლა. როგორ უთხარი ერჯუმენტს რომ აქ ვარ? როგორც იქნა მისგან თავი დავაღწიე. შენ კი ჩემი ადგილს სამყოფელი გაუმხილე. რიმს მიღწევას ცდილობ? შვილო, ღმერთს გეფიცები ერჯუმენტმა მახედა მიგო. მომატყუა. თავი შემაცოდა. სეჰერ, ჩემო ძვირფასო, გთხოვ, ჩინარს არაფერი უთხრა. კარგი არ ვეტყვი. გმადლობ შვილო. ახლა დურუს ხელი მოკიდე და ჩვენთან მოდი. შენი ქმარი აქ ვერაფერს დაგიშავებს. ჩინართან რატომ უნდა იცხოვრო? აქ კომფორტულად და უსაფრთხოდ იქნები. შენს და ძმასთან ერთად. არ ვიცი ბიცოლა, ამ ქალს ვერ მივატოვებ. ერჯუმენტმა ხელი კრა და დაეცა. ახლა მხოლოდ მასზე ვფიქრობ. უნდა დავაკვირდე. თუ ცუდად გახდება, საავადმყოფოში წავიყვან. ხოლს აუზმის მერე მოვალ. ღამემშვიდობისა. ღამემშვიდობისა, შვილო. კარგად, ღამემშვიდობისა. ღამემშვიდობისა. ღმერთმა კარგად ამყოფოს ქალბატონი აიშე. ნახვამდის. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. გმადლობ. აქ მოსვლა ვთხოვე, მაგრამ ვინ მომისმინა? მხოლოდ დედამისზე ფიქრობს. არა. სეჰერის დახმარების იმედით ყოილად მაქვს. ერჯუმენტმა ცოლი ვერ დაიმორჩილა. არაფერში გამომადგება. რა ვქნა? ჩინარი როგორ მოვიშორო? კიპასავით მოგვეკრა. რაც უფრო ვცდილობ მოვიშორო, უფრო ვცდილობ აქ დაიმკვიდროს ადგილი. თურგოთ? რაკენი, ჰალილს ელაპარაკე? არაფრის თავი არ მაქვს ზუჰალ. კითხვებს ნუ დამაყრე. ლაპარაკის ძალაც აღარ შემჭა. ზემოთ ავალ და დავიძინებ. ჰალილს დაელაპარაკა და არც კი მითხრა რა მოხდა. ოჩახ თურგოთ. მიპასუხე მამა. ამასად იყავი, ჩემს ზარებს არ პასუხობ. ძალიან მინერვიულე. უკვე ჩაიხანაში მოვდიოდი. გზაში მეგობარს შევხვდი, ცოტა ვისაუბრეთ. ამიტომ დამაგვიანდა. ზარის ხმა არ გამიგია, ალბათ გამორთული მაქვს. რა მოხდა? კარგად არ გამოიყურები? არაფერი მომხდა რა შვილო. უბრალოდ დავიღალე. წავალ დავიბან, ცოტა გონს მოვალ. ჰალილ ნუ იამაყებ რომ ქალბატონი ჩინარი და მისი ქალიშვილი იმ კაცისგან იხსენი. შეიძლება ყველას გმირი გონიხარ. მაგრამ კარგად იცი რომ დიდი ცოდვა გაქვს ჩადენილი. უფალი ამას არასდროს გაპატიებს. ნახოთ რამდენ ხანს გაუძლებს შენი გული. ჩემო საყვარელო, ძალიან შეგეშინდა არა? ნუ გეშინი, ასეთი რამ აღარ განმეორდება. მამა ჩემი აღარ მოვა? არა. რომ მოვიდეს? ასაკეთებ დეიდა აიშე? მოდი, ნახე. რა ლამაზია. თუ მამა შენი ისევ მოვა, ან სხვა რამე შეგაშინებს. შეგიძლია აქ დაიმალო. კარგი. აქ ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს. მართლა? ხო. მაშინ ამაღამ აქ დავიძინებ. კარგი, აქ დაიძინე. კარგად ხარ შვილო? ბიცოლას ველაპარაკე. ხვალდილით მასთან წავალთ. ტვერცად აღარ დაგაწვევით. რას ამბობს სეჰერ? შვილი და შვილი ტვერცად როგორ უნდა დამაწვეს? შვილო,
შენ ჩემი ცხოვრების ნაწილი ხარ. წასვლის უფლებას ვერ მოგცემ. სჯობს ყველა ჩვენ სახლში დავბრუნდეთ. ნება მომეცი დავიძინო. რთული დღე მქონდა. დაიძინე შვილა. შვიდობიან ღამეს გისურვებ. ჩემც. მანდ ჩემი ადგილიც არის? არის. ომერთო, შენი იმედი არასდროს დამიკარგავს. დამეხმარე, რომ ჩემი უდანაშაულობა დავამტკიცო. ეს ჩემთვის კი არა, ჩემი შვილებისთვის მინდა. უნდა იცოდნენ, რომ მათი დედა მკვლელი არ არის. ამ ტყუილში არ უნდა ცხოვრობდნენ. ღმერთო, დაიფარე ჩემი შვილები. განსაცდელს ნუ მოუვლენ. დამეხმარე, რომ ბოლო ამოსუნთქვამდე მათი კეთილდღეობისთვის ვიზრუნო. გახმოვანებულია მთავარ არხზე. Unutmadım seni. Gözyaşların hiç değmesin.